ჩანაცვლებით მკურნალობაზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც კერძო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობენ, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციისთვის 3 დღე რჩებათ. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ სპეციალურ ვებგვერდებზე ან ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრსა და მის ტერიტორიულ განყოფილებებში. რაც შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც 11 აგვისტოს ჩათვლით არ გაივლიან რეგისტრაციას, საჭირო იქნება მათი თავიდან შეფასება და მკურნალობის დაგეგმვა, რაც უფრო რთული პროცედურაა. ჯანდაცვის მინისტრი და სფეროს სპეციალისტები დამოკიდებულ ადამიანებს, რომლებიც ამ დრომდე კერძო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობენ, მოუწოდებენ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დროულად გაიარა. 15 აგვისტოდან ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ცვლილებების მიზეზად მმართველი გუნდი კერძო კომპანიების ნაწილის კომერციულ ინტერესს და არაკეთილსინდისიერ საქმიანობას ასახელებს. მარიამ აფციაურიგი ამბობთ. ტოქსიკური და ბევრად მომწვანე ნივთიერებები იყიდება ქუჩაში, ძირითადად იყიდება სამრეკლოს ნარკოტიკები. ჩვენი რესპონდენტი ნარკოდამოკიდებულებისგან თავის დაღწევას წლებია სახელმწიფო ჩანაცვლებითი პროგრამის დახმარებით ცდილობს, თუმცა მიაჩნია, რომ მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს კერძო სერვისების მიღების საშუალებაც უნდა ჰქონდეთ, რაც 15 აგვისტოდან იკრძალება და ამ სერვისის მიწოდების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს ექნება. რესპონდენტი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები აწყდებიან, იდენტიფიცირების საფრთხეებია. ჩანაცვლებითი თერაპია გულისხმობს ნარკოდამოკიდებული პაციენტისათვის ჩამონაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. პროგრამის მიზანია ადამიანებმა საბოლოოდ თქვან უარი ნარკოტიკზე. სახელმწიფო ამ პროგრამას ბენეფიციარებს სრულად უსასყიდლოდ აწვდის. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს კერძო დაწესებულებებიც ახორციელებენ, თუმცა უახლოეს პერიოდში მათ ამ სერვისის მიწოდება აეკრძალებათ. სამსახურები აქვს და ესენია და გაერგობა კონფიდენციალობა, შეიძლება პრობლემები შექმნას სამსახურში. ადამიანს ურჩევნია გადაეყავდოს თანხა და მიიღოს ხარისხიანი მკურნალობა, აი თუნდაც ელემენტარულად რო ავიღოთ სადაც მეუღებულო სერვის ქუთაისის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა არის რაღაც საშინელად მიუდგომელი ადგილი, მართლა ძალიან რთული პირობებში ერთ პატარა შენობაში 1500-მდე პაციენტი დადის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების პერსონალური მონაცემები დაცულია. მიხეილ საჯულაძის თქმით, პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. ჩანაცვლებითი მკურნალობის მსურველებისთვის, რომლებიც კერძო სერვისით სარგებლობდნენ, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 4 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეალურად ეს იყო პრაქტიკულად შენიღბული ფორმა, როდესაც ხელმისაწვდომი იყო ვინმესთვის ნარკოტიკი და მხოლოდ ამაში ხედავდნენ ცალკეული ადამიანები, ცალკეული აქტორები, რომელსაც შეიძლება ამაში ყველაფერში კომერციული ინტერესიც ჰქონდათ. ეს არ იქნება უბრალოდ ნარკოტიკზე ხელმისაწვდომობა, ეს იქნება სამკურნალო პროცესი. ამის გათვალისწინებით შეიძლება ბევრმა არც მოინდომოს. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი შემთხვევაში შეიძლება აქტუალურიც კი არ ყოფილიყო მკურნალობის აუცილებლობა, ვინ შეიძლება სარგებლობდა ასეთი სერვისით. ნარკოტიკის რამდენი მომხმარებელია ქვეყანაში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ვიცით რამდენს სურს დაძლიოს წალმა დამოკიდებულება. საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიით 15000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, საიდანაც 12000-მდე სახელმწიფო პროგრამაშია, ხოლო 3000-მდე კერძო პროგრამაში. არც თუ ისე ბევრი დროა დარჩენილი, ერთკვირიანია ეს პერიოდი, როდესაც ველოდებით ახალი განაცხადების წარმოდგენას, მიმდინარეობს ჯერჯერობით ნორმალური ტემპით, ასე ვთქვათ, მოლოდინი გვაქვს, რომ ალბათ ბოლო დღეებისკენ ეს მოიმატებს მათი აქტივობა. ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში უპრობლემოდ მოხდება აი მათი გადმონაცვლება იმ ადამიანებისა, ვისაც ინტერესი აქვს, მათი გადმონაცვლება სახელმწიფო ჩანაცვლებით თერაპიაში აბსოლუტურად ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განხორციელდება. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამის დირექტორი მაკა გოგია განმარტავს, რატომაა მნიშვნელოვანი ჩანაცვლებით თერაპიაში მონაწილეობა და რა რისკებს უკავშირდება სერვისზე უარის თქმა. საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველა ტიპის ნარკოტიკი დღეს ყველა ქალაქში თითქმის ალბათ ხედავთ რა დონის ნარკოტიკის ამოღება ხდება სამართალდამცველი წყებების მიერ. ქუჩის ნარკოტიკის მოხმარება გარდაზე დოზირების და ასევე დაკავშირებული არის სისხლის გადამდები დაავადებების, მათ შორის ინფექციაში იცის ვირუსული ჰეპატიტების გავრცელებასთან. ჩვენ წინა კვირას ჰქონდა შეხვედრა, ვესაუბრეთ ბატონ მინისტრს აუხსენით საფრთხეები პაციენტთა თემი იყო წარმოდგენილი, ჰქონდა საკმაოდ განხილვები, ხანგრძლივი დისკუსია, საფრთხეებზე ვისაუბრეთ.
ის შეგვირდა რომ ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. ბენეფიციარებს რეგისტრაციის გავლისთვის დრო ორშაბათის 11 აგვისტოს ჩათვლით აქვთ. რეგისტრაცია ონლაინ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ან მის ტერიტორიულ განყოფილებებშია შესაძლებელი.